მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პრაქტიკული სროლის არხს, დღეს ლევანთან ერთად. მოგესალმებით. წამოვედით უდაბნოს სასროლეთზე, რათა გამოგვეცადა ბიუჯეტური 223 კალიბრის ვაზნები, რაც დღეს მაღაზიებში იყიდება და რაზეც ხალხი კითხულობდა კომენტარებში, თუ რომელი არის, ასე ვთქვათ, ყველაზე კარგი ვაზნა. რა თქმა უნდა, ეს ვაზნები თავისი ფასიდან და სახეობიდან გამომდინარე არის სტანდარტული FMG, ანუ სრულგასრიანი ვაზნები, ეს არ არის რაღაცა ზუსტი სროლის ვაზნები და ეს ვაზნები გამოიყენება სავარჯიშოდ და რა თქმა უნდა ჩვენს შეჯიბრებზე, ასე ვთქვათ, გამოგვადგება. ჩვენი დღევანდელი გამოცდის მიმდინარეობა იყო ესეთი ორი იარაღი გვაქვს აქ. ლევანი თავის იარაღზე გვეტყვის ორ სიტყვას, მე უცებ ვიტყვი. ანუ პირველი რაც გქონდა, ეს იყო Daniel Defense-ის MK12, 1.7 ბრუნზე, 5.56-ის სავაზნით და დიდი გადიდების ოპტიკით, ორსაფეხურიანი სტანდარტული სასხლეთი რაც მოყვება. იდეაში ორი იარაღი წამოვიღეთ იმისთვის, რომ სხვადასხვა სავაზნით შეგვედარებინა, იმიტომ რომ დღეს ბევრი ბიუჯეტური AR-15 ან 1.7-ზეა და 5.56-ზე, ან 1.8-ზეა და Wild-ზე ძალიან პოპულარული გახდა ეს სავაზნეც. ჩემს იარაღს რაც შეეხება, ლულის მუხრუჯი არის Rise armament-ი, ლულა არის Wilson Combat-ის 1.8 twist-ით, Wild-ი 20 ინჩიანი. რაც შეეხება სასხლეთს, მიყენია CMC-ის 2 და 5 LB ერთ საფეხურიანი სასხლეთი. კი ბატონო. ანუ იდეაში ვიყენებდით ორ ფეხს, ატლასი გაქვს შენ და ჰარისი მაქვს მე და ასევე შენს მაგიურ ბალიშს, არმაგედონის ბალიში, რომელიც არის ძალიან კარგი ბალიში, ესეც უკანა მხარის დასასტაბილურებლად. გარდა ამისა, ანუ ასე ვთქვათ, 18-იანი და 20-იანი ლულა გვაქვს, შესაბამისად სიჩქარეები უფრო გაცილებით მაღალი იქნება, რასაც ჩვენ მერე გაჩვენებთ ჯგუფებს, ვიდრე სტანდარტული 16-იანი იარებიდან. ეხლა რაც შეეხება ვაზნებს. ანუ ძირითად შემთხვევაში ეს არის სამი ფირმა, რაც დღეს არის ჩვენთან გავრცელებული. ეს არის GGG-ის 55-იანი და 62 გრეინიანი ვაზნები, ამაზე ცალკე ვიდეო მქონდა და ვაქე, ასე ვთქვათ, ეს ვაზნები, იმიტომ რომ მართლა კარგი ვაზნებია. ასევე დღეს გამოვცადეთ FIOK-ის 62 გრეინიანი და FIOK-ის 55 გრეინიანებიც იყიდება, მაგრამ ამ წუთას ხელში ჩაგვივარდა 62-იანი, ესეც არის ჩვეულებრივი FMG და ერთ-ერთ მაღაზიას შემოტანილი აქვს ჩეხური STV გრუპის Scorpio, რომელიც არის 55 გრეინიანი, ასე ვთქვათ, სტანდარტული FMG ესეც. ჩვენი მოლოდინები იყო რა? ჩვენი მოლოდინები იყო შედარებით უფრო ცოტა პესიმისტური, თუმცა შედეგებმა ნამდვილად გაგვაოცეს დღეს. კი ბატონო, GGG-ს დიდი ხანია ვიყენებთ, ასე თუ ისე რამდენიმე თვეა უკვე და ვიცით რა შეუძლია ამ ვაზნას. მაგრამ აი სკეპტიკური მოლოდინი იყო Scorpio-ზე და პირიქით აღმოჩნდა ჩვენი შედეგები და ნუ FIOK-იც ასე თუ ისე ვიცით რომ ესეთი არაფერი განსაკუთრებული, თუმცა დღევანდელმა ჯგუფებმა გვაჩვენა რომ შენი იარაღი განსაკუთრებით და შენც ძალიან კარგად ისვრი და ძალიან კარგი შედეგები გქონდა. შედარებით ცოტა არასტაბილური შედეგები გქონდა MK12-ზე, რაც პირველ რიგში ნუ მსროლელის ამბავია, ვიდრე იარაღის ამ წუთას ყოველ შემთხვევაში. ცოტა ორფეხის ამბავიც იქნებოდა, იმიტომ რომ ცოტა მაღალზეა. მაღალზე იყო და ცოტა, მაგრამ ეს რო არ გამოგვივიდეს ახლა ბოდიშის მოხდად მაყურებლებთან, ყოველ შემთხვევაში შეგვიძლია პრინციპში გადავიდეთ ჯგუფებზე. პირველი ვისროლეთ Scorpio, შენი სროლე 10 ვაზნა, გვაჩვენეთ ჯგუფი და ამ სურათს მე უფრო ახლოსაც გამოვიტანთ. საკმაოდ კარგი შედეგი გქონდა. საკმაოდ კარგი შედეგი გქონდა, დაჯგუფებაც საკმაოდ ნორმალური არის. სიჩქარეც კარგი სიჩქარე არის და სიმართლე გითხრა ამ ვაზნაზე არ მეგონა თუ ესეთ შედეგი. ნამდვილად არც მე არ მოველოდე, უფრო უარეს მოველოდე. სიჩქარეები შენთან რამდენი იყო ეგეც გითხარი? სიჩქარეები არის დაახლოებით 960 მეტრი წამი არის და გაბნევა იყო 26-29 იყო დაახლოებით გაბნევა. რაც პრინციპში სავარჯიშო ვაზნებისთვის 30 მეტრი წამი ნორმალური შედეგი. ანუ ესეთია. ხო, რაც შეეხება MK12-ს, ეს არის MK12-დან ნასროლი, აშკარად შედარებით ნაკლებად მოეწონა, თუმცა აქაც ეთყობა, რომ ერთი ჯგუფია ძალიან არასტაბილურად არის ნასროლი, მეორე ჯგუფი შედარებით სტაბილურად არის და ლულა გასახურებელი იყო და მეორე ვაზნა გამოვარდა მაღლა. სიჩქარეებს რაც შეეხება 926 და 930, ეს არის საშუალო სიჩქარეები 10 ვაზნიანი ჯგუფის და აქაც extreme spread-ი ანუ გაბნევა ყველაზე ცოტა და ყველაზე მაღალ სიჩქარეს შორის იყო 21 მეტრწამი და 30 მეტრწამი, ანუ არაფერი განსაკუთრებული. Scorpio-ს შემდეგ გადავედით 55 გრეინიან GGG-ის FMG-ზე და
რაც შეეხება GGG-ს 55-იან ვაზნას, შედეგი იყო ჩემი არაღიდან ესეთი, მეორე ჯგუფი 10 ვაზნიანი ჯგუფი, რომელიც ვისროლე, შედარებით ოდნავ უფრო თითქოს უკეთესი ჯგუფი იყო, თუმცა ესეც არ არის ცუდი შედეგი, რაც ამ ვაზნამ დადო. კი, მაგის სიჩქარე რა ამის სიჩქარე იყო 960 დაახლოებით, 17 იყო გაბნევა და ხო, პრინციპში სხვა არც გჭირდება. დენიელ დეფენსის შემთხვევაში, მეორე ჯგუფი შედარებით უკეთესი გამოვიდა 55-იანზე. იდეაში 1.7 ტვისტია და არც ველოდი 55-იან რაღაც სასწაულს. 920 მეტრწამი იყო განსხვავებით 20-იანი ლულისგან 18-იანი ლულიდან და სპრედი იყო 44 და 9, ანუ იდეაში რაღაცა 1-2 ვაზნა გამოერია, რომელმაც დიდი სხვაობა მისცა. ისევ და ისევ, ანუ ეს ვაზნები რაღაც ავარჯიშვა და არაფერს განსაკუთრებულს ამ შემთხვევაში ეს სპრედი არ გვაძლევს, მაგრამ შორ მანძილზე სროლა თუ დაგჭირდება 300-ზე ქარიანში ან 300-ის იქითაც, შორ მანძილზე უკვე ეფექტი ექნება. ეფექტი ექნება და ამიტომ მაინც უნდა გავითვალისწინოთ ეს მონაცემიც. სხვადასხვა აღსანიშნავია ის, რომ 20 ინჩიანსა და 18 ინჩიან შორის დაახლოებით არის 40 მეტრწამის სიჩქარეში სხვაობა. რაც ცოტა არაა. ხო. შეიძლება ითქვას, რომ ცოტა არ არის კი. კი ბატონო, შემდეგ ვისროლეთ FIOK-ის 62 გრეინიანი FMG. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ვაზნები იყო შედარებით დაბალსიჩქარიანი და არ ვიცოდით რა სიზუსტე ქონდა და შედეგებს შედეგი საკმაოდ საინტერესო არის აქაც. დაჯგუფება პირველი 10 ვაზნიანი ჯგუფის დაჯგუფება საკმაოდ ნორმალური არის, თუმცა მეორე ჯგუფი ბევრად უფრო უკეთესი იყო, მეორე ჯგუფი ნასროლი 10 ვაზნიანი ბევრად უფრო უკეთესი იყო. სიჩქარეს რაც შეეხება, აქ ჰქონდა საკმაოდ დაბალი სიჩქარე, დაახლოებით 875 მეტრწამი იყო სიჩქარე და გაბნევა დაახლოებით 24 მეტრწამი იყო გაბნევა. ხო, ანუ 870 გრძელი ლულისთვის პარალამის 840 77-იანით შენი დატენილი მაგდენის სიჩქარე. ანუ შედარებით დაბალი სიჩქარე, თუმცა საკმაოდ სტაბილური ვაზნა აღმოჩნდა 18-იანი დანაც და აი ჯგუფებს თუ დავაკვირდებით, რავი, ძალიან კარგი ჯგუფი ისროლა, ასე ვთქვათ. ჩემთან გაბნევა ქონდა 21 მეტრწამი და 840 იყო ჩემთან ამისი სიჩქარე. 840, რავი, 77 გრენიას აქვს ელირბელოს და რელვადებს და დაახლოებით ჩემი და შენი ლულებს შორის განსხვავება დაახლოებით 20 მეტრწამი არის. კი ბატონო. შემდეგი ვაზნა რაც იყო და რაც ბოლო ვისროლეთ, ეს იყო 62 გრეინიანი GGG-ის FMG, რომელიც მე ძალიან მომწონს ეს ვაზნები, მომწონს იმიტომ რომ იგივე უკან ლაქერმეტიზატორი აქვს, მაღალი სიჩქარე აქვს და თვითონ ვაზნასაც მე დაშლილ ვაზნებს რო შეადარავთ, ფორმითაც რაღაცნაირად კარგად არის დამზადებული. შედეგებს რაც შეეხება 20 ინჩიანი ლულიდან გვაქვს ესეთი საინტერესო ჯგუფი, აქაც მეორე ჯგუფი, მეორე 10 ვაზნიანი ჯგუფი შედარებით უფრო შეკრული არის, ხოლო სიჩქარეს რაც შეეხება, დაახლოებით ჰქონდა 945 მეტრწამი, 940 მეტრწამი ჰქონდა სიჩქარე და გაბნევა იყო დაახლოებით 10 მეტრწამი საშუალო. მე მგონი ყველაზე ნაკლები გაბნევა გვაჩვენა GGG 62-იანმა. ჩემთან იყო 906 მეტრწამი საშუალო 20 გასროლიდან და გაბნევა 23 მეტრწამი. რავი, ჯგუფები იდეაში დარწმუნებული უკეთესიც შეიძლებოდა ამაზე და ამ შემთხვევაში ნათლად ჩანს, რომ აი FIOK-ისთან შედარებით დაახლოებით 60 მეტრწამით მეტი აქვს სიჩქარე, რაც შორი მანძილისთვის რა თქმა უნდა უკეთესია. ეს იყო ჩვენი შედეგები, მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ რადიკალური სხვაობა მე მგონი არ მიგვიღია. ის მოლოდინი, რომ სკორპიოს ეჭვის თვალით უყურებდით, რავი, ძალიან კარგად ისროლა, ძალიან მშვენიერი ჯგუფები დასვა და ერთი დარვაზე განსაკუთრებით აღსანიშნავი არის ეგ ამბავი. GGG-ზე ველოდებოდით, რომ კაი ჯგუფებს დასვავდა და იმიტომ რომ ვაზნაც საკმაოდ კარგად არის აწყობილი, ერთადერთი არის ეს FIOK-ის საკმაოდ ისეთი სიჩქარე, შედარებით დაბალი სიჩქარე, რაც ცოტა დასაფიქრებელი არის, რამდენად გამოგვადგება, ვთქვათ,
იმ მანძილებზე, რა მანძილებზე ცროლას ჩვენ ვაპირებთ. თუ ახლო მანძილებზე ვაპირებთ, მაშინ საერთოდ არა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სიზუსტე საკმაოდ კარგი სიზუსტე აქვს. ალბათ მაგ სიტუაციაში რაც გასათვალისწინებელი არის, რომ თუ თქვა შეჯიბრზე გამოდიხარ და წამოღებული გაქვს შერეული ვაზნები და ერთ მჭიჭი ჯიჯი გიდევს და მეორე ფიოკი გიდევს და გასწორებული გაქვს ჯიჯიზე და უნდა იცროლო 200-ზე და 300-ზე, როგორც ეხლა ხან შეჯიბრზე იყო, აუცილებლად მოხვედრის წერტილი შეგეცვლება, ვარდნა განსხვავებული გექნება და ამ შემთხვევაში ალბათ ჯობს რომ თუ ფიოკი გაქვს, გასწორდე ფიოკიზე და გამოიყენო ის და დარწმუნებული ვარ, ხა ამ სიჩქარეზეც 300 მეტრზე მოხვედრები არანაირი პრობლემა არ იქნება, იმიტომ რომ საკმარისზე მეტია. ალბათ ეს გაუჭირდება უკვე შედარებით შორი მანძილები 400-ის ზემოთ. 300-ის შემდეგ. 300-ის შემდეგაც პრინციპში, რა თქმა უნდა. საბოლოო დასკვნა რა ავიღოთ, ის ვაზნები, ბიუჯეტური ვაზნები, რაც დღეს ჩვენთან იყიდება მაღაზიაში, ჩვენ ხა დაგვაკლდა სელერბელოს 55 გრეინიანები, რომელიც ხან არის ხოლმე მარაგებში, დაახლოებით იმ ვაზნის შესაძლებლობა ვიცით. აგილაზე საერთოდ ლაპარაკს არ ვაპირებთ და იმედი აღარც ჩამოვა, იმიტომ რომ საერთოდ სასწაული ვაზნა არის, რავი, ვიღაცები მწერენ, რომ აი მისი იარაღი კარგად ისვრის, მე ჯერ იარაღი არ მინახავს, რომელიც აგილას კარგად ისვრის, რა ვიცი. შესაბამისად, რავი, ეს ბრენდები, რაც დღეს ჩვენ ჩამოთვალეთ, განსხვავდება კიდე ფასითაც, იგივე Scorpio არის ყველაზე იაფიანი ჯერჯერობით. 2.30 ღირს და ამას წინ ახალ წლებზე აქციაც იყო 1000 ცალზე 2 ლარად ყიდულობდი. თუმცა შეზღუდული დროით იყო და რავი, კიდე თუ იქნება უკეთესია. რაც შეეხება GGG-ს 2 ლარ 9 ღირს 55 გრეინიანი და 2.60-ით 2.70 ღირს 62 გრეინიანი. Fiokis რაც შეეხება, ესეც ღირს 2 ლარ 9. რავი, ამ ფასში, როცა ფასი და რაოდენობის ამბავში გადამწყვეტი არის, ну, ასე ვთქვათ, თქვენზე არის ეს არჩევანი, გასათვალისწინებელია ეს თუ რა ტვისტზე, ანუ რა ბრუნზე გაქვთ თქვენი ლულა და ალბათ 55-იანი 1.7-ისთვის მაინც ცოტა მემსუბუქება. სხვა, რავი, შედეგები ისეთი მივიღეთ, რომ ყველა ეს ვაზნა, ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდი თავისი ჯგუფებით და მონაცემებით აკმაყოფილებს კი არა, პირიქით უფრო ასე ვთქვათ, უფრო უკეთეს შედეგები მივიღეთ, ვიდრე ველოდით. ამას ხარ დაამატებ. ერთ რასაც დავამატებდი, რჩევა იქნებოდა ესეთი, რომ თქვენი იარაღისთვის ალბათ მაინც ჯობია, რომ სადღაც ერთი 1000 ვაზნა მაინც გაისროლოთ სხვადასხვა ტყვით. რომ მიხვდეთ თქვენს იარაღს რომელი ვაზნა უფრო მოწონს, იმიტომ რომ შეიძლება ფიოკი უფრო მოეწონოს და GGG არ მოეწონოს და პირიქით. ამიტომ ჯობია რომ ექსპერიმენტები ჩაატაროთ, ოღონდ ალბათ უმჯობესი იქნება რომ 10 ვაზნიანი ჯგუფები ისროლოთ და არ მიიღოთ გადაწყვეტილება 5 ვაზნიანი და მით უმეტეს 3 ვაზნიანი ჯგუფებით. ხო, მაგ თემას განმავრცობა, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია ეგ რაც ახლა ლევონმა თქვა, რომ 3 ვაზნიანი ჯგუფით იარაღი არ სწორდება. 3 ვაზნიანი ჯგუფი შეიძლება დაემთხვეს და მოხდეს ისე, რომ აი ჩათვალო, რომ გეგონოს შენი იარაღი ეს 0.5 მოას ისვრის და მასეთებიც მოხდარა და მათ შორის სამხედრო ვაზნებითაც კი, რომ გავარდნილა, მაგრამ როგორც კი შენ აიღებ თელს შეკვრას, გატესტავ სიჩქარეზე, გატესტავ ჯგუფებზე, ნახავ, რომ გაცილებით დიდი, ანუ გაცილებით მეტი გაბნევა აქვს და 3 ვაზნაში იარაღი, ასე ვთქვათ, იარაღის სიზუსტე არ მოწმდება. 10 არის ალბათ იდეალური, ну, არც იქით, არც აქეთ. ხო, 10-ზე ნაკლებით ალბათ არ არის. დღეს ახლა მაგალითად მოდა კი არა და ესეთი მიდგომაა, რომ 30 ვაზნას ისვრიან ხოლმე გასწორებისთვის, მაგრამ საქართველოს პირობებიდან და მატერიალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ახლა 30 ვაზნას გასწორებისთვის, კი არა, ჯგუფისთვის რთულია, რომ დავხარჯოთ. თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, ჩვენი არხი, ლევან, მადლობა, რომ შენი იარაღით და შენ, ასე ვთქვათ, დაგვეხმარე ამ ვიდეოს გადაღებაში. დაელოდეთ ჩვენ შემდეგ ვიდეოებს და მომავალ შეხვედრამდე.